განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ელისო ჩაფიძე და გამარჯვების მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ნატო ქათამაძე ანდრია რაზმაძის ნომერ 51 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება სკოლის პრობლემებზე გამახვილდა. ელისო ჩაფიძემ პედაგოგების კითხვებს უპასუხა და შეძლების დაგვარად დახმარება. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო საუბარი მის მაღალკვალიფიციურ პედაგოგებთან, რომელთაც აქვთ ბუნებრივია საკუთარი შეხედულებები განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, ასევე პედაგოგთა პროფესიაში შესვლის სქემასთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი გვიზიარებენ და რადგან აღნიშნული პროცესი ჯერ მიმდინარეობის და გაცნობის პროცესშია, ჩვენ როგორც კომიტეტის წარმომადგენლებს შეგვიძლია მათთვის გარკვეული ინფორმაციის მიწოდება. მათი სურვილი იყო მომიყვანა ქალბატონი ელისო ჩაფიძე და მე დღეს შევასრულე. გასულ 2 კვირის წინ მე 23 სკოლაში მიყვანილი მყავდა ბატონი ლევან ბერძენიშვილი, რომელიც არის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მე მზადა ვარ ყველა სკოლას, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ასევე არასაგანმანათლებლო როგორც აღვნიშნე, ვისაც ექნება სურვილი ნებისმიერ პარლამენტართან შეხვედრის, მე ვიქნები შუამავალი. ჩვენ უბრალოდ გვინდოდა ჩვენი ტექნოლოგიური ბაზის გაძლიერება, ამ მიმართულებით და რამდენიმე თხოვნა ქალბატონ პარლამენტის წევრს და მაჟორიტარ დეპუტატს ამ მიმართულებით შევუთვალეთ, რამდენადაც შესაძლებელი იქნება და ასევე არის ჩვეულებრივი დიდი ელემენტარული საკითხებისა, თუნდაც საგზაო მოწესრიგებას როლის წინ, რომელიც ცენტრალურ ქუჩაზე იმყოფება და სამწუხაროდ წლების განმავლობაში საკმაოდ სწრაფად დადიან ავტომანქანები და შესაბამისად იქნება საავაριო სიტუაციები.